სამგზის ჩემპიონს შერეულ ორთაბრძოლებში რუსლან ბოლქვაძეს წალკაში, სოფელ ტბეთში, მშობლიურ სახლში შევხვდით. წალკაში ოჯახთან ერთად ხულოდან მაშინ გადმოვიდა საცხოვრებლად, როცა 3 წლის იყო. ვარჯიში წალკის სპორტდარბაზში დაიწყო, შემდეგ კი ბათუმში განაგრძო. ჩემპიონი მომავლის გეგმებსა და ჩემპიონობამდე განვლილ გზაზე გვესაუბრა. ჩემი კარიერა ზუსტად აქ დაიწყო ამ დარბაზიდან დაახლოებით 10 წლის წინ და აქედან სოფლიოს უმაღლეს ლიგებამდე ძალიან დიდი და რთული გზის გავლა მომიწია. მე სადაც ცხოვრობ და ეს დარბაზი აქედან დაახლოებით 4 კილომეტრი იქნება სხვაობა და მე როცა უკვე დავიწყე ვარჯიში არ მქონდა იმის საშუალება რომ ყოველდღიურ სახლში ავსულიყავი მეჭამა და ჩამოვსულიყავი, ამიტომ ვაკეთებდი ასეთ რაღაცას სკოლიდან პირდაპირ მოვდიოდი დარბაზში და მე რეგვიან უკვე გვიწევდა ყოველთვის ფეხით ასვლა სახლში და ზამთარში ზაფხულში წვიმაში აზრი არ ქონდა და მოკლედ მინდა და ყველაფერზე ვარჯიში. რატომღაც და მოვედი პირველი დღე იყო ჯერ პირობითად კლასიკურზე ვიჭიდავე, კლასიკურზე მოვედი მერე ძიუდოზე და გადავაბი, ანუ ყველაფერზე ერთად მინდოდა სიარული და მერე აი ზვიადი მასწავლებელი მოვიდა და მითხრა აირჩი ერთი სპორტი გთხოვ ყველაფერზე ერთად არ გამოვა სიარული, რადგან არ ვიცოდი, უბრალოდ მინდოდა რომ რამეთი ყოფილიყავი დაკავებული. ჩემ ჯგუფში ისეთი ბეჭები დღეს უკვე ცნობილი მებრძოლები როგორც არიან ბეკა თამლიანი, ზურაბ ფრიცხელიანი ვარჯიშობდნენ მაგ პერიოდში აქ და ერთი იასაკის არის თითქმის 2-3 და მაშინ შევთავაზე და უთხარი რომ მოდი მეთქი ჩვენ ჯგუფში გადმოდი ცადე და უთხარი რომ მე გამახსენა მეთქი რომ არც მახსოვდა მე რომ ასეთ რაღაცა მქონდა ნათქვამი რომ მეთქი ფორმას მოგცემ თქვენ და დანარჩენს მე პროფესიონალი მოგხედავენ მეთქი და დაიჯერა გადმოვიდა გააგრძელა დანარჩენი ხედავთ რა რა შედეგებიცა აქვს. გარანტი არის მისი შრომის უნარიანობა და სიყვარული და წარმატებისთვის ბრძოლა რასაც აკეთებს. ერთადერთი აი ფორმულა ნებისმიერ საქმე ჩემი აზრით ასეთია რომ შრომა და კიდევ შრომა მეტი ბევრი რამე არ უნდა ნიჭი ყველაფერი საჭიროა თქო ტალანტი მაგრამ თავარი მაინც გადამწყვეტი არის შრომა ნებისმიერ საქმეში არა მარტო სპორტში და უდაოდ რომელიც მას აქვს და ყველა ხედავთ ახლა მოგვინდი ხოლმე. გზა რა თქმა უნდა ძალიან რთული ალბათ ეს ბავშვობიდან მომყვებოდა, მქონდა ძალიან მტკიცე ხასიათი და მქონდა დისციპლინა. ყოველთვის მქონდა იმის შეგრძნება, რომ მე არ ვიყავ ვიღაც ჩვეულებრივი, ვინც შეიძლებოდა რომ უბრალოდ არსებობდეს. ყოველთვის მქონდა ჩემი შინაგანი ხმა, რომ მე უნდა ყოფილიყავ ვიღაც წარმატებული და ძალიან დიდ წარმატებას უნდა მიმეღწია და ამ ხმას მივყვები დღემდე. პატარა რუსლანი რომ გავიხსენოთ, ყოველთვის იყო შრომის მოყვარე. ყოველთვის მიყვარდა შრომა და მე სიმართლე რო გითხრა არანაირი ასე რომ ვთქვათ არანაირი ტალანტი არ მქონდა. ტალანტი ვფიქრობ რომ ჩემი ტალანტი იყო მხოლოდ შრომის უნარიანობა. ვფიქრობ რომ შრომის მოყვარეობა არის ყველაზე დიდი ტალანტი ადამიანში. 26 წლის სამგზის ჩემპიონი ახლა უკვე მომავალ თაობას აძლევს რჩევას. ამბობს რომ დაბრკოლებებს არ უნდა შეუშინდნენ და მიზნისთვის უნდა იბრძოლონ. ყოველთვის ვიძახოდი და ვიტყვი რომ არ შეგეშინდეთ დაბრკოლებების, მოусმინეთ თქვენ შინაგან ხმას და თუ დაბრკოლებები გექნებათ, გაიხსენეთ ის რისთვის აკეთებთ ამას და ვინ გინდათ რომ იყოს შემდეგში. აი ამ თქვენ შინაგან ხმას მოусმინეთ, საკუთარ თავს დაუსვით კითხვები, რატომ აკეთებთ? მე დარწმუნებული ვარ რომ ბევრ დაბრკოლებები გექნებათ, ამ დაბრკოლებების გარეშე წარმატება შეუძლებელი არის და ამიტომ არ დანებდეთ იბრძოლეთ თქვენი წარმატებისთვის და ყველაფერი გამოგივათ. რუსლან ბოლქვაძემ პროფესიული წვრთნა 16 წლის ასაკიდან დაიწყო, თუმცა მანამდე მისი ყოველი დღე ვარჯიშით იწყებოდა. მე ასე გამოდის რომ 16 წლის ასაკში დავიწყე სიარული, 16 წლამდე არ მქონდა შესაძლებლობა რომ მევლო სპორტდარბაზში, მაგრამ მანამდე თითქმის ყოველ დღე დილით დგებოდი, უბრალოდ მივდიოდი სარბენად, მე იქ ჩემ სახლში რაღაც პატარა კუთხე მქონდა სავარჯიშო გაკეთებული, სადაც ანუ გამოდი ჩემი მთელი ცხოვრება ვარჯიშობდი გაუაზრებლად, არ ვიცოდი რისთვის, მაგრამ ჩემი შინაგანი ხმა მეუბნებოდა რომ ეს არის საჭირო და ამას უნდა ვაკეთებდი. მე შემდეგ დავიწყე უკვე აქ, მე 17-18 როცა მე 19 წლის ასაკში პირველი პროფესიონალური სპორტი, პირველი პროფესიონალური ბრძოლა იყო ჩემთვის და 2019 წლიდან დღემდე ამ ძალიან პატარა დროში ძალიან დიდი შედეგები გავაკეთე და ამით ვარ ძალიან კმაყოფილი. და ეს მხოლოდ დიდი კარიერის და დიდი სპორტის დასაწყისია.
ეს არის მისი სავარჯიშო იმ დროისთვის. ეს გავაკეთე ალბათ რა ვიცი 12 წლის წინ 13 წლის წინ მეტიც. კი შეიძლება მეტი და დღემდე ასე მყარადა და მანდ ვარჯიშობდით? ამაზე ვარჯიშობდა კუთხემ ხონდა გაკეთებული და ეს არის შემორჩა რა დარბაზის შორს იყო და თან სოფლის საქმე მოგესალმება დახმარება უნდა ოჯახს და ყოველთვის დროც არ იყო და კიდე ახლა შორია რომ წახვიდე 3 კილომეტრი არის მე უკან ამოხვიდე ფეხით და ნუ დროს მოითხოვდა და თავის სესულები ქონდა რა თქმა უნდა და აქ ვარჯიშობდი კაცრი ამინდებში კიდევ ვერ გადიოდა ფეხით. ტრანსპორტი ნაკლებად იყო, აქ ვარჯიშობდა. ჩემპიონის დედა გვიყვება, რომ რუსლანი კარგი ძმა და კარგი შვილია. ამბობს, რომ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე მუშაობდა და ოჯახს ფინანსურად ეხმარებოდა. კლასი როცა მივიყვანე სკოლაში 4-ვე ესენი გიორგი, ეს არის რუსლანი, გიორგი, ირმა და გიული ერთად რომ მივიყვანე. საუკეთესო ძმა. მისი დეთმა მიშულებისთვის. ყოველთვის იქნება საყრდენი ერთი მეორეისთვის. რუსლანი იქნება ყოველთვის საყრდენი უძლიერესი ძმა მათთვის. არა იმიტომ რომ სპორტ დარბაზშია და არა, მაგ სპორტ დარბაზით და იმით არ განისაზღვრება. ეს ისეთი დაძმობა აქვს რომ არ ვიცი. შეუფასებელია მათი დაძმობა. რუსლანი ჩვენი კუთხის საამაყო ვიწია. მე მაგალითად როგორც ერთი ადამიანი თავიდანაც ძალიან მეამაყებოდა და მეიმედებოდა. ახლა მთლად ისეთია რომ მარტო ძმებისთვის და მარტო ოჯახისთვის კი არა, აი ჩვენთვისაც მეზობლებისთვისაც არის ვერჩი მდგომი დამხმარე, მეგობრული. რუსლანი გვეუბნება, რომ მისი ოჯახი ყველაზე დიდი გულშემატკივარია და პირველი რასაც ბრძოლის შემდეგ აკეთებს, დედას ურეკავს. და მე მირჩევნია ყოველთვის რომ ჩემს შვილს პირდაპირ უყურო და დავინახო პირდაპირ ეს ჩემი შვილი წააგებს, მოაგებს და ათმას ყველაფერი, ვიდრე მე გადავახვიო ან სხვა მითხრას. პირდაპირ მირჩევნია და პირველი ზარი როგორც რუსლანი ამთავრებს, არ გადის ათისუთი და რეკავს დე კარგად ვარ არ ნერვიული. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი არის ჩემი ოჯახი და ყოველ როცა ბრძოლას ვიგე პირველი ჩემს ოჯახს ურეკავ, დედა ჩემს ურეკავ და მამა ჩემი არის ასე ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი. ის ყოველთვის ზის ტელევიზორთან და ელოდება, მაგრამ არის მომენტები, როცა მას არ შეუძლია ჩემი ბრძოლის ნახვა, რადგან ნერვიულობს და როცა ყველაფერი დამთავრდება, ეუბნებიან რომ რუსლანმა გაიმარჯვა და მხოლოდ ამის შემდეგ უყურებს ამ ყველაფერს მესმის მამის მხრიდან ძალიან რთული არის და ნუ რა თქმა უნდა მეც ხვდები რომ რთული სპორტით ვარ დაკავებული, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მშობლის მხარესაც ვითვალისწინებ. პირველი ორთაბრძოლა გაიმართა ჩვენს ბათუმში, ქალაქში, სადაც GFC-ის ეგიდით შევხვდი დაუმარცხებელი მებრძოლს, ასევე ძალიან მძიმე ბრძოლა მქონდა და 5 რაუნდიან ბრძოლაში გამარჯვებული მე გამოვედი, 5-ვე რაუნდი მოვიგე. ჩემს ცხოვრებაში ჩემი ყოველი ბრძოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი ჩემთვის. ბოლოს წინა ბრძოლებს რაც შეეხება ყველა ჩემი გამარჯვებით და წარმატებით დასრულდა. პირველი როცა გავხდი მსოფლიო ჩემპიონი, არ ვიცი ვერ ავხსნი მაგ ემოციებს, ძალიან ესეთი ემოციური მომენტი იყო, რადგან 1000-დან ერთი კაცი შეიძლება იყოს მსოფლიო ჩემპიონი და როცა ამ სტატუსს ვატარებდი, ძალიან მიხაროდა და ნუ ცოტა სხვანაირად ვგრძნობდი თავს. შემდეგ მეორე, მესამე და ხვდები რომ ეს უბრალოდ ჩემი პროფესია არის. რუსლან ბოლქოძე მორიგი ბრძოლისთვის ემზადება. ასპარეზობა ბათუმში ჩატარდება. მეტოქე ჯერ უცნობია. შემდეგი ბრძოლა უნდა იყოს აგვისტოს თვეში. საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდება ასეთი დიდი ტურნირი განსაკუთრებით ბათუმში და ამიტომ გელოდებით ყველას. ჩემი მთავარი მიზანი არის რა თქმა უნდა UFC. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაცია მსოფლიოში შერეულ ორთაბრძოლებში და ჩემი მიზანიც იქ არის რომ მოვხდე ამ ორგანიზაციაში. ეს ძალიან ახლოს არის, რადგან ძალიან დიდი შედეგები მაქვს გაკეთებული და ვფიქრობ რომ უახლოეს მომავალში უკვე შევაგეთ UFC-ს კარებს.